გუშინ და გუშინწი იყო ისეთი ვნებათა ღეულა. იყო მიღებული კანონი რელიგიების სტატუსისა. რა თქმა უნდა, ეს გამოვთქვი ჩემი აზრი, საპატრიარქო თქვა, მაგრამ ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად საშიშია, რომ კანონმდებლებს უნდა ეკითხრათ, თქვა 100 წლის შემდეგ რა შედეგი ექნება ამას. ანალიზი აი მესუ ვამბობ ანალიტიკური აზროვნება ვაკლია ჩვენ. ანალიზი უნდა ვაკეთოთ. არა იმის შემდეგ, როცა საქმეს გავაკეთებ, არამედ საქმის წინ. რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას? ჩემი გამოსვლა, ჩემი სიტყვა და საპატრიარქოს სიტყვა თქვენ იცით. იქ არაფერი არ არის. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ამ რელიგიებს, რომელიც ასე ჩვენთან არის, რომ არ უნდა მიეცეს თავისი სტატუსი. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ დავსხდეთ, მოიწიოთ მეცნიერები, მოიწიოთ სასულიერო პირები, სპეციალისტები და გავიხილოთ სამწუხაროდ ისე იჩქარეს კანონმდებლებმა, რომ ერთ დღეში მიიღეს ყველაფერი. ჩემ სიტყვაში, რომლითაც მე მივმართე, ხელისუფლებას და ხალხს არავითარ შემთხვევაში არ არის არავითარი სომხების საწინააღმდეგო აზრი. მიუხედავად აი სხვადასხვა საუბრებისა, ქართველები და სომხები იყვნენ და დარჩენიან ძმები. ეს აუცილებელია, როცა უჭირს და სომხებს, ჩვენ მუდამ ვეხმარებით მათ, როცა უჭირს ქართველებს, ისინი გვეხმარებიან ჩვენ. მე ვთქვი, საერთოდ იმდენად რთულია და იმდენად საპასუხისმგებლო კანონია, რომ შეიძლება ეს კანონი ბოროტად იყოს გამოყენებული, ცუდად იყოს გამოყენებული. აი ამიტომ ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინა და ეკლესიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ განხილვაში, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ეს ეკლესიასაც ეხება, სახელმწიფოსაც ეხება. ზოგიერთი ამბობს იმას, რომ რატომ ეხება ეკლესია სახელმწიფო საქმეებს. ეგ არ არის
უზრუნველყოფილ სახელმწიფო. ეგ არის საკითხი, რომელიც შეეხება მთელ ჩვენ ერთს, ეკლესიასაც და განსაკუთრებით შეეხება სახელმწიფოს. და აი ის პროცესი, რომელიც გუშინ მთელი დღე, რომელსაც მთელი დღე ასწევდა, ამან დაძაბა ურთიერთობა რელიგიებს შორის. ეს არ შეიძლება. ქართველი ხალხი უნდა იყო მფარველი სხვა მცირე ერების ან ერების მცირე რაოდენობის ქართველი ადამიანი მუდამ იცავდა სომხებსაც, რუსებსაც, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს, აი თვითონ ებრაელები ამბობენ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც არ ყოფილა ანტისემიტიზმი. და აი მე გამახსენდა ეხლა საბჭოთა კავშირის პერიოდი, ბოლო პერიოდი. თბილისში ჩამოვიდა ჯგუფი ებრაელების, ახალგაზრდა ებრაელების და მოვიდნენ ჩვენთან. და მეუბნებიან, რომ მოსკოვშიო ანტისემიტური გამოსვლები არის. მე ვუთხარი მათ, რომ თუ საშიში გაჩნდა, საშიში იქნა, ჩადოდით საქართველოში, ჩვენი კარგია იქნება თქვენთვის. და მადლობა ვნეს, რომ აღავითარი საშიშროება არ მოხდა. აი ამიტომ მე მინდა ვთხოვო ჩვენს პრეზიდენტს, რომ თავისი ვეტო დაადოს ამ კანონს იქამდე, სადამ ეს არ იქნება განხილული, შემოწმებული, რომ თავარი მაინც პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება და მე მინდა, რომ მშვიდად იყოს ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყანა. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგლოცოს ჩვენი ქვეყნები, ღმერთმა დაგლოცოს ჩვენი ეკლესია. ჩვენთან არის ღმერთი.